რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებული აპარტამენტები, პენტჰაუსები თბილისის ისტორიულ ცენტრში და ელიტურ ვილები საქართველოს კურორტებზე. როგორია დღეს მოთხოვნა სიმბოლურ მილიონიან სახლებზე. თუ პირველ ბლოკში კურორტების სტრატეგიულ განვითარებაზე ვსაუბრობდით, ახლა დროა ვნახოთ რა ხდება უშუალოდ გაყიდვების ბაზარზე, პრემიუმ სეგმენტი მხოლოდ კვადრატული მეტრები არ არის, ეს არის სტატუსი, უსაფრთხოება და საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც გლობალური გამოწვევების ფონზეც კი სიმყარეს ინარჩუნებს. რა ხდება მილიონიანი სახლების ბაზარზე, ვინ არიან მყიდველები, ადგილობრივი ბიზნეს ელიტა თუ საერთაშორისო ინვესტორები, თემაზე ბაია სოუმის დამფუძნებელთან, ბაია ტუგულაშვილთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. ბაია, გამარჯობა. გემშვიდობისა. გამარჯობა, თან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. რამდენად გაიზარდა, მოდი ეს მარტივად რო დავიწყოთ. რამდენად გაიზარდა პრემიუმ ბაზარი, როგორც ხარისხობრივად, ასევე ფასების ნაწილში და გაჩნდა ბევრი პრემიუმ ძვირადღირებული გასაყიდი უძრავი ქონება. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ბოლო წლებია, რაც ვაკვირდები მომხმარებელს მხრიდან გაიზარდა მოთხოვნები და მათ უკვე ყველაფერს, რაც ძვირადღირებული არ ეძახიან პრემიუმს და ძვირადღირებულშიც უკვე დაიყო სეგმენტებად გარკვეული პრემიუმ კლასის ქონებები. დღეს თამამად ვიტყვი ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ მომართვიანობა ბევრად უფრო მეტი არის დღეს საქართველოს ბაზარზე, ვიდრე უძრავი ქონება მიწოდების მხრივ, რომელიც შეესაბამება ნამდვილად პრემიუმ კლასს. ამას ხშირად ვსაუბრობთ, რომ პრემიუმი არის მოთხოვნაში და მიწოდება არ არის. აი, რას ეძებს უშუალოდ მომხმარებელი, რა ტიპის სახლებს, რაზეა დეფიციტი? უფრო აპარტამენტებს, საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებს, კერძო სახლებს თუ ორივე მიმართულებაშია? ჩემი გამოცდილებიდან დაკვირვებით, ძირითადად მაინც 85% საშუალოდ არის ქართველი, ვინც ყიდულობს და ქართველს მაინც აქვს ხოლმე ის, როდესაც რაღაცას იხდის საკმაოდ ძვირადღირებულს, მაინც მივდივართ უფრო კერძო სახლების მიმართულებით. დღეს კერძო სახლები შეიძლება ბევრი გვაქვს ბაზარზე ძვირადღირებული, მაგრამ მომხმარებელს უკვე გაუჩნდა პრაქტიკულობიდან გამომდინარე უყურებს ამ ყველაფერს. ის ანიჭებს უკვე მნიშვნელობას ძალიან დიდ მდებარეობას, იგივე ხედს და უკვე გადავედის ისეთ რაღაცებზე, როგორც არის ენერგოეფექტური მშენებლობა, როგორ არის ოთახები განაწილებული, რამდენად პრაქტიკული იქნება იმ სახლში ცხოვრება და სხვადასხვა დამატებით სივრცეებს ეძებენ, რაც დაახლოებით 2-3 წლის წინ არ იყო ესე აქტუალური. აი, კერძო სახლების ნაწილში ლოკაცია ახსენე. მათ შორის თუ არის მნიშვნელოვანი მყიდველისთვის ის უბნები როგორ არის განვითარებული, იმიტომ რომ რეალურად ხედავთ ხოლმე ძალიან ძვირადღირებულ სახლებს, მაგრამ მისასვლელი გზა შეიძლება არ იყოს, ან წვიმიან ამინჩი შეიძლება ვერ მიხვიდე. მათ შორის მაგალითად რო ავიღოთ პირობითად წყნეთი, კაკლები, სადაც საკმაოდ ძვირადღირებულია უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მოუწესრიგებელია. ამ ნაწილში როგორ ხდება? თან პრემიუმ ძვირადღირებული და თან რაღაცა ცოტა საკმაოდ პრობლემა გვაქვს მაგ ნაწილში, თამამად ვიტყვი, იგივე საგურამოს მაგალითად ძირითადად არ არის ხოლმე მისასვლელი გზა მოპირკეთებული და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამასაც. დღეს უკვე რაღაცა მგონია, რომ თბილისის გარშემოც გარკვეულმა უბნებმა თავისი სახელი დაიმკვიდრა. არსებობს გარკვეულ უბნებში ისეთი პრესტიჟული კომპლექსები, რომელსაც აქვს მაგალითად ორმაგი ღირებულება, ვიდრე მის გვერდზე ჩვეულებრივ სახლს, რომელიც ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის პრემიუმ კლასის, მაგრამ არ აქვს ინფრასტრუქტურა მოპირკეთებული. დღეს მომხმარებელი არ ყიდულობს მარტო კვადრატულ მეტრს, არამედ ყიდულობს ცხოვრების სტილს, ცხოვრების ხარისხს და შესაბამისად ძალიან მიხარია, რომ აქტიულად წამოვიდა ეს თემა. ლოკაციები, სადაც არსებობს ასეთი დასახლებები და აი ამ მიმართულებით მიდის პრემიუმ სეგმენტისკენ. თბილისის შემოგარენა იგივე ვახსენეთ წყნეთი კაკლები, მაგრამ წყნეთის და კაკლების გვაქვს მან ძალიან დიდი დეფიციტი მიწოდებაში. წავიდა უკვე ძალიან დიდი, უკვე ბოლო 2-3 წელია საგურამოში, თუმცა საგურამოც საკმაოდ დაყოფილი არის ტერიტორიები საგურამოში, ოქროყანა და თბილისი პრაქტიკულად პლუს 50 კილომეტრის მასშტაბით შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. უკვე გააჩნია როგორი კომპლექსი გვაქვს საუბარი და რას გვპირდება მომავალში, რა ბენეფიტები ექნება იმ კომპლექსს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბაია, ასევე საუბრობდი, რომ ქართველი მომხმარებელი, რომელიც საკმაოდ დიდ ბიუჯეტს იხდის, რაციონალურად დიდ ბიუჯეტს იხდის, ქონებაში მას ლოგიკურად აქვს გარკვეული შეხედულებები, შეიძლება პრეტენზიებიც და ასე შემდეგ, ხო? რამდენად მარტივია მათთვის ქონების მოძიება, ან პირიქით ისინი ხომ არ ეძებენ მიწის ნაკვეთებს უფრო იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავისი სურვილებით შექმნან ის, რაც სადაც უნდა იცხოვრონ შემდგომში. ჩვენი გამოცდილება ძირითადად ესე ხდება ხოლმე, რომ როდესაც ვეძებთ რაღაცა გარკვეული პირობებით უძრავ ქონებას, საბოლოოდ შემოგრჩება ხოლმე ხელში მიწის ნაკვეთი, იმიტომ რომ საკმაოდ ჭირს დღეს იყიდო კარგი პრემიუმ კლასის უძრავი ქონება, როგორც აღნიშნეთ, არა მარტო ფასით, არამედ ის, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეს ამას. თან როდესაც ადამიანი ხდის ისეთ ბიუჯეტს, რომელიც ხდება 9 მილიონს, მას უკვე აქვს თავისი შეხედულებები, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვაკმაყოფილებთ ხოლმე უძრავი ქონების მესაკუთრეები.
თუმცა მშენებლობა საკმაოდ დიდ პროცესებთან არის, ხო, დაკავშირებული. თვითონ ამ მშენებლობის ნაწილშიც რამდენად არიან ორგანიზაციები შეიძლება გქონდეთ შეხება, რომლებსაც აქვთ რესურსები და აქვთ ცოდნა, რომ რეალურად პრემიუმ პროდუქტი შექმნან და ასევე სამშენებლო მასალების თუ მოსაპირკეთებელი მასალების კუთხითაც მანდაც ხო არ ხედავთ რამე დეფიციტს. რა თქმა უნდა, დეფიციტი არის არა მარტო მოსაპირკეთებელის მხრივ, არამედ ინტერიერი, ექსტერიერი, რაც კი რამე არსებობს, დღეს ჩვენ ქვეყანაში მოთხოვნა უფრო დიდი არის, აი ჩემ მაგალითად დავდივარ, ვეძებ ხოლმე რაღაცა გამორჩეულ პროდუქტს და ნამდვილად არ არის. თუმცა ის ცალკე საკითხი არის, რომ ნამდვილად უკვე ყველა მიცის, რომ საკმაოდ საწვალებელია დღეს კერძო სახლი ააშენო და ასრულო ისე, რომ გადახვიდე, აქ არა მარტო ენერგიაზე და შრომაზე საუბარი, არამედ დროზე არის, ეს დაახლოებით 12 თვე პლუსი არის და შესაბამისად რაღაც გარკვეულ დათმობებზე მაინც მიდიან ხოლმე. უფრო ალბათ დეველოპერმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დღეს უკვე შევთავაზოთ ისეთი მზა პროდუქტი, სადაც ადამიანი დაინახავს თავის საცხოვრებელ სახლს. მას საფასო კატეგორიაში ჯდება პრემიუმ სეგმენტი, როცა ვსაუბრობთ ბრჭყალებში მილიონიან სახლებზე, რეალურად საიდან სადამდე მერყევს, რა არის პრემიუმში მოკლედ და სადამდე მერყევს ეს თანხები. თქვენი გამოცდილებაც რას აჩვენებს? ჩვენი ყველაზე ძვირიანი ბინა, რაც მათ შორის გაგიყიდია. ჩვენი გამოცდილებიდან დაახლოებით 700.000-დან იწყება, დღეს ბაზარზე კი 1.5 მილიონი პენტჰაუსი გვაქვს წარმოდგენილი და დაახლოებით 3.5 მილიონამდე ადის უკვე კერძო სახლის შემთხვევაში გააჩნია უკვე ლოკაციას და ნუ რა თქმა უნდა განაშენიანების მასშტაბებსაც. ბევრია ასეთი სახლი $3 მილიონ შეფასებული თბილისში და ეს არის მხოლოდ თბილისი თუ საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეიძლება ვიპოვოთ მსგავსი სახლები. ამ გულისხმობს საგურამოს და წყნეთს. ჩვენი გამოცდილება ძირითადად თბილისში არის. მე ვისაც ვიცნობ და ვისთანაც მაქვს მაგალითად შეხება ძირითადად ეს ადამიანები ამღირებულებას სწორედ თბილისის ტერიტორიაზე არიან ხოლმე მზად რომ გადაიხადონ ეს თანხა. მიზნობრიობა ყოველთვის არის საცხოვრებელი თუ მათ შორის შეიძლება იჯარაც მუშაობდეს ამ ნაწილში. იჯარის შემთხვევაში საკმაოდ დიდი დეფიციტი არის. არიან ორგანიზაციები დღეს რომელსაც საკმაოდ ძვირადღირებული ქონება უნდათ რომ აიღონ იჯარით და ამხრივად ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს. თუმცა ჩვენი გამოცდილებით მაინც საცხოვრებლად ეძებოს ხოლმე დღეს მოსახლეობა, იმიტომ რომ ამონაგების თვალსაზრისით ჩვენ რო გავუკეთებთ ხოლმე მოკლედ განშლას, მაინც ამჯობინებენ ხოლმე რომ შეიძინონ სხვადასხვა პატარა აპარტამენტები, ვიდრე შეიძინონ ერთი დიდი უძრავი ქონება ინვესტიციის მხრივ. ძირითადად მაინც საცხოვრებლად უნდათ ხოლმე ოჯახებისთვის ან ადამიანებისთვის, რომლებიც ნაწილობრივ ცხოვრობენ საქართველოში და უნდათ რომ ჩამონან ხოლმე თავის საკუთარ სახლში იგრძნონ კომფორტულად. ბაია, გაყიდვების ნაწილზეც ვისაუბროთ. საბროკეროებთან ურთიერთობის ნაწილზეც ვისაუბროთ. რა შემთხვევაში მოდიან გამყიდველები, მოდი ესე ვთქვათ, რა შემთხვევაში მოგმართავენ. თვითონ ცადეს, გარკვეული პერიოდი არ გამოვიდა და შემდეგ თუ აი როგორ ხდება, თუ თავიდანვე უკვე ჩაჯდა ქართულ მომხმარებელში ის, რომ ოდესაც მილიონიანი უძრავ ქონებას ყიდი, უნდა დაიხმარო მილიონიანი უძრავი ქონების აგენტი. ჩვენ უკვე ბოლო 2-3 წელია მომხმარებელთან გვაქვს ესეთი ურთიერთობა, როდესაც ვიგებ, რომ ჯერ ჩვენ ვცდით ამ ფრაზას, მაშინვე ვეუბნებით, რომ შემდეგ ჩვენ აღარ დაგეხმარებთ, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, როდესაც დამოუკიდებლად ადამიანს ქონება გააქვს უძრავი ქონების ბაზარზე და ის აკეთებს რაღაცა თავისი რესურსებით, შეიძლება თუ ედრეს რო სწორია, მაგრამ პროფესიონალისტვის ის გზები არ არის სწორი. მე ამის გაუმჯობესებას და ამ ყველაფრის დავიწყებას, ასე ვთქვათ, უფრო მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე იმას, რომ უძრავი ქონება ბაზარზე თავიდანვე გამოვიდეს სწორი პრეზენტაციით. ძირითადად, როცა პრემიუმ კლასზე გვაქვს ჩვენ რაღაცნაირად ურთიერთობები, მაინც თავიდანვე ამჯობინებენ ხოლმე ექსკლუზიური ხელშეკრულებით გამოტანას უძრავი ქონების. პრემიუმ კლასიდან ცოტა ქვედა კლასზეც რა ჩამოვიდეთ, მე მგონი შეიძლება და ამ ნაწილში როგორი სურათია და ზოგადად რო შევაფასო, რა ხდება 2026 წელს უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა, გაყიდვების ნაწილში უფრო მეტია თუ აი როგორი სურათი გვაქვს. დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებელს ხედავ, რომ არის ძალიან განათლებული და ამის საშუალებას იგივე ინტერნეტ რესურსიც აძლევს. ხა ჩვენ კონტენტ კრეატორები ვართ ცალკე და ყოველდღიურად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღო ადამიანებისგან ფიდბექი და სწორედ აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ხოლმე გარკვეულწილად დასკვნებს. დღეს საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა, გაყიდვები ვიტყვი, რომ არის სტაბილურად, თუმცა ადამიანი თუ მარტივ და ძალიან ისეთი ელემენტარულ კითხვებს ვსვავდა უძრავი ქონების შესყიდვისას, დღეს ეს ყველაფერი გაიზარდა, უკვე სხვა შეხედულებები გაუჩნდათ და ვფიქრობ, რომ ბაზარზე მხოლოდ დარჩებიან ისეთი მოთამაშეები, ასე ვთქვათ, რომლებიც რეალურად ხარისხზე გაამახვილებენ ყურადღებას. აი, ისევ პრემიუმზე მინდა რომ ვიკითხო. პირველ რიგში რამდენად მარტივია ასეთი სახლების გაყიდვა, რა დრო ჭირდება დაახლოებით ჩვეულებრივ მედიუმ და საშუალო კლასისგან განსხვავებით, აქ როგორი სურათია? რა თქმა უნდა, უფრო მეტი რესურსი სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც გითხარით, ქონება თუ არის რეალურად მისაღები და აგმაყოფილებს იმ პარამეტრებს, რაც ნამდვილად არის პრემიუმი, საკმაოდ დიდი არის.
დღეს ბაზარზე მოთხოვნა შესაბამისად დაახლოებით 3-დან 6 თვემდე რო ავიღოთ, ეს არის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი, როდესაც იყიდება უძრავი ქონები. თქვენ ახსენეთ, რომ ძირითადად ადგილობრივები არიან, ვინც ყიდულობენ პრემიუმ კლასის სახლებს, თუმცა ალბათ არიან უცხოელებიც და საინტერესოა როგორია დამოკიდებულება. რამდენად ჩვენთან ხშირად არის ასეთი აზრი, რომ საქართველოში ძალიან ძვირი ღირს უძრავი ქონება სხვა ქალაქებთან თუ ქვეყნებთან შედარებით. აი ამ ნაწილში პარალელს თუ ავლებენ და რამდენად საინტერესოა აქ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლების შეძენა, აქ როგორ უყურებენ ვითარებას უცხოელი ინვესტორები. მე ზოგადად არ ვეთანხმები მაგ შეხედულებას იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, ვცდილობ ხოლმე რომ მოვიწიო სხვადასხვა ქვეყნებში რაც ხდება ყოველთვის და ვერ ვიტყვი რომ საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მათ შორის ჩვენ სამეზობლოც რო ავიღოთ, კი, სომხეთში ბევრად უფრო ძვირი არის უძრავი ქონება ვიდრე ჩვენთან და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბაზარი ნამდვილად ეხლა გადის ყველაზე მნიშვნელოვან გარდამტეხ ფაზას და ინვესტირება ჩვენ ქვეყანაში ძალიან კარგი არის. მე არ მაქვს ის მოლოდინი, რომ უძრავი ქონებაზე ფასები შემცირდება, როგორც სუბიექტურად, ასევე ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. რადგან პრემიუმზე ვსაუბრობთ, ესეთი კითხვა მაქვს, ვისაუბრეთ საგურამოზე, მაგალითად, ვისაუბრეთ წყნეთზე, პრაქტიკულად წყნეთში მიწის ნაკვეთები აღარ არის. ხომ არ ჩანს ჰორიზონტზე რამე ახალი ლოკაცია, რაც შეიძლება გახდეს მომავალში, ახლო მომავალში ძალიან მიმზიდველი და მათ შორის გადაიქცეს კარგ პრემიუმ კლასის უბნად ლოკაციად და ასე შემდეგ. ანუ თქვენ როგორ ხედავთ ამას? მე ვხედავ, რომ იგივე ლისის მიმდებარედ პატარ-პატარა სოფლები არის, იგივე ავიღოთ მაგალითად მუხაწყარე, აქეთ წამოვიდეთ ორბეთისკენ, როგორც თქვა, დაახლოებით თბილისთან 1 საათის რადიუსით რაც იქნება დაშორებული, მგონია რომ ცოტა ხანში ყველგან ვიხილავთ საინტერესო მშენებლობებს. მთავარია რომ შევინარჩუნოთ ის და ვიფიქროთ იმაზეც, რომ ეს ყველაფერი უნდა გვთავაზობდეს კარგ საცხოვრებელ გარემოს, იმიტომ რომ დღეს ისეთი რაღაც ხდება ზოგადად მსოფლიოში, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა და ყველაფერი გქონდეს ერთ სივრცეში, იმიტომ რომ დროის დეფიციტი გვაქვს აბსოლუტურად ყველა. შესაბამისად მომხმარებელი ამას აკვირდება და თუ წამოიწყებს ესეთ ქალაქში დეველოპერები მშენებლობას, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ამ ყველაფერზე კარგად უნდა იყოს ნაფიქრი და იყოს აუცილებლად პრემიუმ კლასის. თავარი გამოწვევა რა არის პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების ბაზარზე? თავარი გამოწვევა არის, მე ვფიქრობ, რომ ღირებულება. ღირებულება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც დეველოპერი, რასაც შენობა ნაგებობა გვპირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აცდენაში ხშირად ხარისხი და ფასი ხშირად არის სამწუხაროდ აცდენაში, თუმცა აი როგორც აღნიშნე, განათლების დონემ რადგან მოიმატა მომხმარებლებიდან გამომდინარე, შესაბამისად უკვე უწევთ იძულების წესით, რომ ფასები ნელ-ნელა იყოს ნამდვილად ხარისხთან შესაბამისობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ფასის გაზრდა უნდა იყოს პირდაპირ პროპორციული ხარისხთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, თქვენი კომპანიის გეგმები როგორია სამომავლო, რომ რა არის განვითარებაში? ჩვენი კომპანია მე ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ ვითარდება, რაც მთავარია, რაც მე ძალიან მიყვარს არის ის, რომ გადავედეთ თლიანად კონტენტს ვქნით, მოკლედ უძრავი ქონების. გადავედეთ თვალყურს და საკმაოდ შესამჩნევია, არც ისე დიდი ბაზარია ამ ნაწილში, სულ რამდენიმე ქსელია და არხი, სადაც შეიძლება ხარისხიანი ინფორმაციის და ვიდეოების ნახვა და ერთ-ერთი არის თქვენი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვლით, რომ რაღაცა გარკვეული აგური დავდეთ იმაში, რომ ცნობიერება უძრავი ქონების მიმართულებით ნელ-ნელა უფრო და უფრო ავამაღლოთ. წარმატებები, მადლობა თქვენი დროისთვის. ბაია ტუგულაშვილთან, ბაიას ჰომის დამფუძნებელთან ერთად ვსაუბრობდით პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარზე.